აჰა, მოწმობა იოანესი, როდესაც იუდეველებმა გაუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის. ვინ ხარ შენ? მან აღიარა და არ უარყო. აღიარა. მე არა ვარ ქრისტე. ჰკითხეს მას. მაშვინ ელია ხარ? მან თქვა. არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? მიუგო. არა. მაშინ უთხრეს მას. ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ? რა სიტყვი შენზე? მან თქვა. მე ვარ ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში. მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა. წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ. კითხეს მას. აბა რაღაცომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი. მიუგო იოანემ პასუხად. მე ვნათლავ წყალში, მაგრამ თქვენ შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ. ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ. ეს მოხდა ბეთანიაში, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა. მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა. აჰა, ღვთისკრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის სოდვას. ეს არის, რომელზეც ვთქვი, ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო მეთქი. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყალში სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს. მოწმობდა იოანე და ამბობდა. მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდმომავალის სული და დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მე მომავლინა წყალში სანათლავად, მან მითხრა, ვიზეც დაინახოს სული გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლის მცემელი. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა.